აი ახლა ამას გავუკეთებ ბურგერს და ჭკუა უნდა ვასწავლო. თქვენ გიგონათ მართლა გავუკეთებდი? მე მაინტერესებს თუ ვინმეს გქონიათ ამასთან შეხება, თუ ვინმეს გამოგიყენებიათ და რაიმე გვერდითი ან მოვლენა ან რამე დადებითი შედეგი თუ დაუდია, მაინტერესებს დააკომენტარეთ. გელოდებით, აკომენტარებთ ხო? შიმის სიყვარული. არ მართლა გელოდებით, დააკომენტარეთ, არ ხუმრობ, გელოდებით. კაი, ახლა მე შემას გეტყვით, იმედი აკომენტარებთ. რეალურად ეს მე არასდროს არ გამომიყენებია, ეხლა სნათხოვარი მაქვს. არც არასდროს არ გამოვიყენებ, არ მჭირდება, იმიტომ რომ მე თან კონტროლერს ვიყენებ და ბევრად ჩემთვის ბევრად ადეკვატურია. თუმცა არიან ტრენერები, რომლებიც ძალიან სწორად და კარგად იყენებენ და რა ვიცი, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, არაფერს არ უშავებს ძალს. უბრალოდ მე ვერ ვიდა. მეზიზღება, გული მერევა. პუფ. ჩემმა ოპერატორმა მითხრა, გინდა თუ არა ახსენი, რატო არ მოგწონსო და ეხლა აგიხსნით. კბილს, მაგალითად ძაღლის კბილს აქვს გამოყენება სამნაირი. ერთი არის წაკბენა, რომელიც შენიშვნას გულისხმობს, მეორე არის კბენა, რომელიც დაზიანება და მესამე არის დაბერტყავენ ხოლმე და ეს სრული განადგურება არის ჩათვალეთ. ხო და ეს ხო კბილებს გავს. და წარმოიდგინე, გამოცდილი ტრენერი წაკბენას გააკეთებს სწორად და გამოუცდელი პატრონი კბენას გააკეთებს და გრავი, არ მგონია რომ მაინც კარგი შედეგები დადოს ამ არასწორმა გამოყენებამ. ხო და მაგიტო არ მიყვარს რა. და თან ისედაც რავი რას გავს რა არის, არ მომწონს. საკმარისია? პაკა.